ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ევროპელი მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტზე. როგორც ცნობილია, უნგრეთი იმუქრებოდა სანქციებისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვით, სანამ კიევი არ აღადგენდა დრუჟბის მილსადენით ნავთობის მიწოდებას. სამწუხაროდ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მივახციეთ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და გზავნილი, რომლის გავრცელებაც დღეს არ გვინდოდა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება. ყველას ესმის, რომ დიპლომატია ომზე უკეთესია, თუმცა ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგაც კი ცეცხლის შეწყვეტას ვერ მივახციეთ. მშვიდობის დაბრკოლებას არა უკრაინა, არამედ რუსეთი წარმოადგენს. ჩვენ უნდა შევცვალოთ სცენარი, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაზე გავაძლიეროთ ზეწოლა, დათმოს ტერიტორია. უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ძირითადი პირობების შესასრულებლად. ძალიან სამწუხაროა. ეს გადაწყვეტილება ყველა ქვეყანამ, ყველა ლიდერმა მიიღო ევროპის საბჭოში. ახლა კი უკან იხევენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ხვალ კიევში იქნებიან და აუცილებლად დააყენებენ ამ საკითხს პრემიერ-მინისტრ ორბანთანაც, რადგან ეს ნამდვილად არ შეესაბამება ხელშეკრულებებში გაწერილ გულწრფელი თანამშრომლობის პუნქტს. უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი 27 იანვრიდან აღარ მიეწოდებათ, რამაც ბუდაპეშტსა და კიევს შორის ვითარება უფრო მეტად დაძაბა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, დრუჟბის მილსადენი რუსული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო უკრაინულ მხარეს ტყუილში ადანაშაულებს. მისი აზრით, მიწოდების შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამიტომ უნგრეთი უარს აცხადებს მიიღოს მონაწილეობა ბრიუსელის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უკრაინელები იტყუებიან. ეს შეხვედრაზეც ვთქვი. ყველას გული ეტკინა, რადგან აქ ასე საუბარი არ არის მიზანშეწონილი. უკრაინელები იტყუებენ, როდესაც აცხადებენ, რომ ნავთობსადენი დაზიანებულია. ისინი იტყუებენ, როდესაც ამბობენ, რომ მილსადენ დრუჟბაზე ნავთობის ტრანზიტის წარდგენა ფიზიკური და ტექნიკური მიზეზების გამოა შეუძლებელი. ეს ერთი დიდი ტყუილია. უკრაინელები ამჟამად ჩვენს სუვერენიტეტს ესხმიან თავს. ქვეყნის ენერგომომარაგების რისკის ქვეშ დაყენება ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც სუვერენიტეტზე თავდასხმა. ამრიგად, რადგან უკრაინელები უნგრეთის ენერგომომარაგებას უსაფრთხოებას ეხებიან, უნგრეთს არ სურს წვლილი შეიტანოს ბრიუსელში იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უკრაინელების ინტერესებს ემსახურება. დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად განაცხადე, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სანქციების მე-20 პაკეტისა და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საომარი სესხის დამტკიცებას. გადამწყვეტი არჩევნების წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აგრესიული ანტიუკრაინული კამპანია დაიწყო და ოპოზიციური პარტია ტისა, რომელიც გამოკითხვების უმეტესობაში ლიდერობს, ევროკავშირთან და უკრაინასთან შეთქმულებაში დაადანაშაულა. კარგად ცნობილია, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უკრაინელები მოითხოვენ, რომ უნგრეთი გამოითიშოს რუსულ ენერგეტიკას, მისცეს ფული უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას. უფრო მეტიც, უკრაინელები ღიად ემუქრებიან უნგრეთის მთავრობასა და მის ლიდერებს. მე ვაცნობებ პარლამენტს, რომ ჩვენი ეროვნული მთავრობა არ დაუშვებს რაიმე სახის შანტაჟს. მთავრობამ დღეს გადაწყვიტა ვეტო დაადოს სანქციების მე-20 პაკეტს, რომელიც მალე მიიღება ბრიუსელში. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ სანამ უკრაინა არ აღადგენს რუსული ნავთობის მიწოდებას უნგრეთში, ჩვენ დავბლოკავთ ბრიუსელში ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომაც განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შეწყვიტა უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება. მისი თქმით, უკრაინა განზრახ აფერხებს რუსული ნავთობის მიწოდებას. დღევანდელი მდგომარეობით, თუ უკრაინა სლოვაკეთს დახმარებას სთხოვს ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციაში, ის მას ვერ მიიღებს. როგორც თქვი, ეს პირველი საპასუხო ზომაა. სანამ საპასუხო ზომებს მივიღებდით პრეზიდენტ ზელენსკის მტრული ქმედებების გამო, სურდა მას ტელეფონით გავსაუბრებოდი. რათა გამერკვია როდის და საერთოდ განახლდებოდა თუ არა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდება. ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა მხოლოდ მიმდინარე წლის 25 თებერვლის შემდეგ.
თუ უკრაინული მხარე სტრატეგიული ნედლეულის მიწოდების მხრივ კვლავ გააგრძელებს სლოვაკეთის ინტერესების დაზიანებას, სლოვაკეთის მთავრობა ასევე გადახედავს თავის წინა კონსტრუქციულ პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით და მოამზადებს შემდგომ საპასუხო ზომებს. მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვნად შეამცირა ან საერთოდ შეწყვიტა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრები არიან, გამონაკლისის სახით დროებით არ ეხებათ ევროკავშირის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. პირიქით, მათ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეინარჩუნეს და გაზარდეს კიდეც რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდება.